რუსეთი ამჟამად პირდაპირ დარტყმისთვის ემზადება პოლონეთზე და ამისთვის უკვე აშენებს საიდუმლო გაშობის მოედნებს რეაქტიული დრონების აღმოსავლეთ ევროპაზე გასაშვებად. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა განცხადება გააკეთა, რომელსაც ძნელია სხვა რამ უწოდო გარდა შუემაშფოთებლისა. შემდეგ მისი ციტატაა: ჩვენ ვემზადებით ომისთვის რუსეთთან, იმ იმედით, რომ ის არასდროს დაიწყება. და მაშინვე დაამატა კონკრეტიკა. მასშტაბური პროვოკაცია კრემლის მხრიდან სრულიად შესაძლებელია მოხდეს უახლოეს რამდენიმე თვეში. და ამას აქვს საკმაოდ კონკრეტული ახსნა, რადგან დღესვე გამოცემა The Telegraph-მა გაამჟღავნა, რატომ არის ასეთი სიფრთხილე საჭირო აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთმა მინიმუმ 10 ბაზა ააშენა შორიმოქმედების კამიკაძე დრონების გასაშვებად პირდაპირ ნატოს საზღვრებთან და ამ ბაზებიდან ზოგიერთიდან გაშვებული დრონები ვარშავამდე იოლად აღწევს. მაგრამ ამასთანავე თავად პუტინს ეხლა პრობლემები თავზე საყრელად აქვს. კერძოდ კი რუსეთის მარცვლეულის ექსპორტი პრაქტიკულად სრულად პარალიზებულია. ხოლო უკრაინის შეერაღებული ძალები მეთოდურად აჩერებენ რუსეთის შეტევას ფრონტის რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად. ამიტომ მოდით ამ გამოშვებაში მშვიდად განვიხილოთ მთელი სურათი და ყველაფერი დეტალურად დავალავოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით დავიწყოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მოდით დავიწყოთ თავად პოლონური ომის გაფრთხილებით. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცეზარი ტომჩიკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება და არმია უკვე ამუშავებენ მოქმედების სცენარებს მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარების შემთხვევაში. ეს არის პირდაპირი ომი რუსეთთან. ნიშნავენ დეტალი, რომელსაც თავადვე გაუსვა ხაზი. პოლონეთის ხელისუფლება აღარ ყოფს სცენარებს რეალურ და არარეალურ ვარიანტებად. მხოლოდ სავარაუდო და ნაკლებად სავარაუდო ვარიანტებად. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. დღეს მე აღარ დავადგენდი საბოლოო ვადას. მასშტაბური პროვოკაცია კრემლის მხრიდან სრულიად შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს. ამასთან ტომჩიკი მიიჩნევს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მზად ნატოსთან სრულმასშტაბიანი ომისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი არასდროს იქნება. მან ასევე მოუწოდა მოკავშირეებს რეალურად შეაფასონ საკუთარი ძალა. ციტატა. შევხედავთ, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ ალიანსის მთელ პოტენციალზე. უნდა გავჩერდეთ, უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი რეალური ძალა. ანუ პოლონეთში მოუწოდებენ, რომ მოემზადოთ არა ჰიპოთეტური, არამედ სრულიად რეალური ომისთვის. თითქოს უკეთესია ვიყოთ მზად და ომი არ მოხდეს, ვიდრე ომი დაიწყოს და ყველა მოუმზადებელი იყოს. შედეგად ჩვენ ხედავთ სურათს, როდესაც ევროპა იძულებულია რეაგირება მოახდინოს რუსეთის ნებისმიერი გამწვავების შემთხვევაში. ხოლო რუსეთს ნატოს ნებისმიერი სამხედრო აქტივობა აძლევს საბაბს თავის ხალხს უამბოს. თითქოს ნატო ემზადება მათზე თავდასხმისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანია არ დაგვაუწყდეს, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და თუნდაც ძალიან მოუნდეთ პირველებმა თავდასხმა, მათი ბიუროკრატიული მანქანა ამას მხოლოდ წლების შემდეგ დაუშვებს. ხოლო ამ ეტაპზე მთელი სტრატეგია სწორედ თავდაცვასა და საპასუხო ქმედებებზე აგებული. აქ შეგახსენეთ, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 12 წელზე მეტია გრძელდება. რუსეთი ამ ხნის განმავლობაში არაერთ კიბერშეტევას ახორციელებდა ევროპის ქვეყნებზე და მხოლოდ ახლა გერმანია იწყებს იმის განხილვას, რომ არა საპასუხო, არამედ პრევენციული კიბერშეტევა განახორციელოს მოსკოვზე. და ასეთი იდეაც კი დღეს 12 წლის შემდეგაც მაინც წინააღმდეგობას იჩოს. საბრძოლო მოქმედებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ახლა კი ის, რაც კონკრეტულად გამოავლინა გამოცემა The Telegraph-მა და რამაც ევროპელები ნერვიულობაში ჩააგდო. რუსეთმა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში და ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე 10 ბაზა მოაწყო შორ მანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონების მასობრივი გაშვებისთვის. მათ შორის რეაქტიული უპილოტო აპარატი გერან 5. რომელთა მოქმედების რადიუსი არა მხოლოდ მთელ უკრაინას, არამედ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებსაც ფარავს. The Telegraph ასახელებს კონკრეტულ ობიექტებს. ეს არის შატალოოს აეროდრომი სმოლენსკის ოლქში, ციმბულოოს ობიექტები ნავლიას ბაზა და ოსოვიცას ობიექტი ბრიანსკის ოლქში. დონეცკის აეროპორტი. გაგრძელება მოხვება ტერიტორიაზე. პრიმორსკო-ახტარსკის ბაზა კრასნოდარის მხარეში და კაჩას აეროდრომი და ჩაუდას კონცხი ოკუპირებულ ყირიმში. ამ ობიექტებზე განთავსებულია მინიმუმ 59 გამშვები მიმართველი რელსი. თვითმფრინავის ტიპის უპილოტო აპარატების ასაფრენად. დამატებით არსებობს საწყობები 1000 ესეთი აპარატის შესანახად
და რამდენიმე საკვანძო წერტილზე ამჟამად შენდება დამატებითი გამშვები დაანადგარები. და აი გენერალური დირექტორი, კომპანია DroneSec-ის გენერალური დირექტორი, რომელიც სპეციალიზდება დრონებთან დაკავშირებული საფრთხეების ანალიზში, მაიკ მონიკმა განაცხადა. კრემლმა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი უპილოტო აპარატების ქსელი უკრაინაზე თავდასხმისა და ნატოს წევრი სახელმწიფოს მსგავსი დართმევის მუხარის ქვეშ დასაყენებლად. და DroneSec-ის ანალიზის მიხედვით, დაახლოებით 20 ახლახან დამონტაჟებულ გამშვებ დანადგარს გაზრდილი სიგრძე აქვს. ეს მიუთითებს დიდი მანძილის საბრძოლო უპილოტო აპარატების გაშვების შესაძლებლობაზე, რომლებიც არა მხოლოდ ვარშავამდე, არამედ რუმინეთამდე, ბულგარეთამდე, საბერძნეთამდე თუ თურქეთამდე, ბალტიის ქვეყნებამდე და ფინეთამდე შეიძლება მიაღწია. და ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ალიანსი მზად არის დაიცვას მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიის ყოიტორიის ყოველი დუიმი და გააგრძელებს მზადყოფნის გაზრდას საფრთხეების შესაკავებლად, მათ შორის უპილოტო აპარატებისგან. ამასთან The Telegraph აღნიშნავს, რომ ევროპული და ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლები არაერთხელ აფრთხილებდნენ მოსკოვის მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციის განახლების შესაძლებლობაზე. ბალტიის რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო ან დრონული თავდასხმების შესახებ. ასევე ცრუ დროშის პროვოკაციებზე ყალდი უკრაინული უპილოტო აპარატების გამოყენებით. ანუ სწორედ ის სქემა, რომლის რისკებზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა გამოშვებებში. არსებობს კონკრეტული დროითი ორიენტირი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ევროპელებში. New York Times-ის წყაროებზე დაყრდნობით ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ მინიმუმ სრულ კონტროლს მოიპოვებს დონბასზე 2027 წლის შემოდგომისთვის. თუ რუსებს ამ ვადამდე ამის გაკეთება არ გამოუეთქა, მოუპარაკეების ალბათობა გაიზრდება, ხოლო ამ საკითხზე ძირითადი გადაწყვეტილებები წინასწარ უნდა იქნას მიღებული. ამასთან New York Times ასევე ასახელებს დასავლელი ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების მოლოდინებს. რუსეთის ზამთარში ომს გაამწვავა. ის უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებს დაუმიზნებს. და სწორედ აქ არის პირდაპირი კავშირი პოლონეთის გაფრთხილებასთან. ზოგიერთი შიშობს, რომ ვლადიმირ პუტინი, როცა თავს კუთხეში მიმცხუდებლად იგრძნობს, შეიძლება შეეცადოს ომის ესკალაციას და ნატოს სოლიდარობის გამოცდას, ევროპაში ჰიბრიდული თავდასხმების ფარგლებს გასცდეს. პარალელურად ევროპელი მოკავშირეები, ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ საკუთარი მონაწილეობა უზრუნველყონ მომავალ მოლაპარაკებებში, რადგან არ სურთ სრულად დაერყვნონ დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებად ადმინისტრაციას. მაგრამ არსი ისაა, რომ პუტინი დონბასის დასაპყრობად ბოლო მცდელობისას შეიძლება ევროპაზე დარტყმებზე წავიდეს, რათა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მკვეთრად შეამციროს. თითქოს იქ საკუთარი ომი გაჩაღდება და ევროპა ამ ომით იქნება დაკავებული, სანამ პუტინი დონბასის სრულად დაპყრობას ეცდება. ეხლა კი დღევანდელი თემის მეორე ნახევარი და აქ სურათი ბევრად ნაკლებად მომგებიანია თავად კრემლისთვის, რაც გვაფიქრებინებს, რომ პუტინის ბევრი მუხარა შეიძლება უბრალოდ დაშინების მცდელობებად დარჩეს. რადგან თავად რუსეთში პრობლემები საკმარისზე მეტია. პირველ რიგში რუსეთში უკვე მეორე ტალღა საწვავის კრიზისის გადაუარა. თითქოს ნაწილობრივ მოაკვარეს. დაიწყეს ძალიან უხარისხო ბენზინის წარმოება, მაგრამ ესეც არ ყოფნით, დაიწყეს ინდოეთიდან იმპორტი. ესეც არ ყოფნით და დაიწყო მეორე ტალღა. მაგრამ გეტყვით კიდევ ერთ ეპიზოდს. რუსეთის მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ყოველწლიურად დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ვალუტურ შემოსავალს აძლევს, აღმოჩნდა პრაქტიკულად სრულად პარალიზებული უკრაინის დარტყმების გამო აზოვისა და შავი ზღვის პორტებზე. გასულ კვირას უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შემდეგ ნოვოროსიისკის პორტის სამივე მარცვლეულის ტერმინალი გაჩერდა, რომლებითაც ჯამში ექსპორტზე გადიოდა დაახლოებით 25 მილიონი ტონა მარცვალი. ივლისის ბოლოს გაჩერდა ტერმინალი ტამანში, ხოლო რამდენიმე კვირით ადრე ხელისუფლებამ შეაჩერა გემების მოძრაობა ქერჩის სრუტეში. შედეგად აზოვის ზღვის პორტები აღმოჩნდა დაბლოკილი, სადაც რუსეთი ექსპორტზე აგზავნიდა თავისი მარცვლეულის დაახლოებით 40%-ს. და ამჟამად პრაქტიკულად მთელი რუსეთის მარცვლეულის ექსპორტი აზოვ-შავი ზღვის აუზის გავლით გაჩერებულია. მუშაობს მხოლოდ ერთი პორტი. ეს არის ტუაპსეს პორტი. ყველაზე პატარაა ღრმაწყლოვან პორტებს შორის. მასშტაბის შესადარებლად წინა სეზონში აზოვ-შავი ზღვის აუზის პორტებზე მოდიოდა რუსეთის მთელი საზღვაო მარცვლეულის ექსპორტის 88%. ან 46 მილიონ ტონაზე მეტი. ეხლა კი ყველაფერი გაჩერდა.
იზიდ, იშვიათად რუსეთის მართლმსაჯულის კავშირის პრეზიდენტმა არკადი ზლოჩევსკიმ დღეს განაცხადა, რომ 2026 წლის კარგი მოსავალი, ანუ თითქმის 140 მილიონი ტონა. უბრალოდ არავინაა, ვისაც ეს მოსავალი მიხიდო. შემდეგ მის ციტატა: სათხობები ყოველდღიურსება, მოთხოვნა კი გაჩერდა. ექსპორტიორებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს ჩვენი მართლმსაჯულის შესყიდვა. შიდა ფასები მართლმსაჯულზე ეცემა 12,000 რუბლი მეოთხე კლასის ხორბლის ტონაზე, მაშინ როცა გასულ წელს ეს 15,000 იყო. ეს კატასტროფული დონეა, კოლოსალური ზარალი. და ბოლოს ის შესანიშნავ პროგნოზს აკეთებს. რუსეთის ფედერაციის ბევრი აგრარი ამ სეზონს უბრალოდ ვერ გადაიტანს. ეხლა ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე. ომის კვლევის ინსტიტუტის ახალი ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ჯარები აგრძელებდნენ შეტევით ოპერაციებს სუმის ოლქის ჩრდილოეთში 15 და 16 აგვისტოს. მაგრამ დადასტურებულ პროგრესს ვერ მიაღწიეს. მოწინააღმდეგე იყენებს მცირე ქვეითთა ჯგუფებს, რომელთა რაოდენობა 1-დან 3 სამხედროამდე მერყეობს, რათა უკრაინულ პოზიციებს შორის შეაღწიონ. პოზიციებს შორის უგულებელყოფენ მუდმივ დანაკარგებს, ხოლო სიმაღლე 2 მეტრზე მეტია, თუმცა მათი მოძრაობა შეჩერებულია. ჩრდილოეთით ერკუტსკის მიმართულებით რუსებმა ასევე სცადეს გარღვევა. უკრაინაში მოკლე შეტყობინებები ფორმირდება. თანამედროვე მინისტრები შეიკრიბებიან 693-ზე. გამოიწერეთ eclair.ru/con. ასევე სცადეს ეს წარმოედგინათ როგორც აღება. გაგრძელება იქნება. მაგრამ ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა ეს ფეიკი უარყვეს. დასახლებულ პუნქტში ბრძოლები მიმდინარეობს, ხოლო მოწინააღმდეგეს იქ ჯერ კიდევ არ შეუქმნია საყრდენი პუნქტები. კუპიანსკის მიმართულებითაც რუსული ჯარები აგრძელებდნენ შეტევებს 15 და 16 აგვისტოს. მაგრამ წინ ვერ წაიწიეს. უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს თავად კუპიანსკის სამხრეთ გარეუბანში, იმავე კუპიანსკის, რომელიც რუსებმა შეგახსენებთ გასულ წელს უკვე რამდენჯერმე სრულად დაიკავეს, ამას პუტინს კი აცხადებდა. სლავიანსკის მიმართულებით მტერი ასევე ცდილობდა გარღვევას, მაგრამ ვერ შეძლო. ხოლო უკრაინელმა მებრძოლებმა ცოტა ხნის წინ კონსტანტინოვკის დასავლეთ ნაწილში ტერიტორია რუსეთის ნაგვისგან გაასუფთავეს, მინდოდა მეთქვა, რუსეთის მზვერავებისგან. შედეგი: რუსეთი მართლაც ამზადებს ინფრასტრუქტურას ნუქტურას ნატოს ქვეყნებზე შესაძლო დართმობის შესო. მაგრამ ამავე დროს ის პუტინი, რომელიც თითქოს და ასეთ ესკალაციაზე წასვლაც შეუძლია, ამ წუთებში უზარმაზარ ფულს კარგავს უკრაინული დართმების გამო რუსეთში და აწყდება გაყინულ ფრონტის ხაზს, სადაც თუნდაც მცირე ქვეითი ჯგუფები ვერ ახერხებენ წინსვლას შესამჩნევი დანაკარგების გარეშე და ეჯახება საკუთარ საბოლოო ვადას 2027 წლის შემოდგომას, რომელიც თავადვე დაისახა დონბასის დასაპყრობად. ასე რომ ჯერჯერობით არ ჩანს, რომ პუტინი კიდევ ერთ სრულფასოვან ფრონტს გაუძლებს. აქ სამწეთილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.